ხათუნა ბერძენიშვილი კწანისის რაიონიდან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. ეს გადაწყვეტილება ნაცმოძრაობის წევრებმა დღევანდელ კონფერენციაზე მიიღეს. შეხვედრას დელეგატებთან საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა ესწრებოდა, აქ იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელინიც. არ გვინდა გაჩერებულ ქვეყანაში ცხოვრება, ამიტომ შევალ თითოეული თბილისელის ოჯახში, რომ ისინი ჩვენი ღირებულებების, იდეის სისწორესა და სიმართლეში დავარწმუნოთ, გამოვიყვანოთ ოცნების ილუზიებიდან და ერთად მოვიპოვოთ საერთო გამარჯვება. ადგილობრივი არჩევნებით ჩვენ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში შურისძიების პროცესი და ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიდეს შურისძიების დისკურსიდან. ამაზე ხელი უნდა ავაღებინოთ მთავრობას და ამის დეკლარირება უნდა მოახდინოთ ჩვენ, რომ ჩვენ არ ვართ ძალა, რომელიც აპირებს შურისძიებაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებას. მეორე და მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ გადასახადების შემცირება იმისათვის, რომ ბიზნეს დარჩეს ფული რეინვესტირებისთვის და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და აი ამ გაჩერებული მდგომარეობიდან გადავიდეთ მოძრაობის მდგომარეობაში. ეს არის არჩევნები, სადაც 15 ივნისს უნდა თბილისელებმა ხმა მისცენ ან განვითარების გაგრძელებას და მის იდეების განვითარებას, ან რეგრესს და სტაგნაციას. სამწუხაროდ დღეს ეს მოცემულობა გვაქვს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახალ ხელისუფლებას არ უნდა აკეთოს კარგი საქმე, რა თქმა უნდა, მათ ეს სურვილი აქვს, მაგრამ სამწუხარო მათ უბრალოდ ეს არ შეუძლიათ.